მინდა ვისაუბროთ ამ გადაწყვეტილებაზე, რაზე მეტყველებს ის, რომ რიგით მე რამდენი მაღალჩინოსანია უკვე აღარ ვიცით, რომელსაც თავადვე გამოუტანა ივანიშვილის მართულმა სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა, რომელსაც ედავებიან ჯარისკაცების ფულის შეჭმას, კორუფციას და ის არ არის ერთადერთი, ჩვენ კიდევ არ ვიცით გაგრძელდება თუ არა და ამის პარალელურად დაწყებულ სამთავრობო გადაადგილებებს. კი ბატონო. მოგესალმები ინგა, მივესალმები ტელემაყურებელს. ხუმრობი დავიწყებ რა დაგიშავე ისეთი, რომ ესეთი საინტერესო თემების მერე, რადგან ტურიკა მისაუბრა, რასაც მართლა ქართული ოცნება ქვია, მე ახლა მიწევს ქართულ ჯოჯოხეთზე საუბარი, მაგრამ ნუ რასწავ, ეს ჩემი არჩევანია. ეს არის ჩვენი რეალობა. ეს ჩემი არჩევანია, კი ბატონო, და ერთიც არის, რომ ის ყოფა, რომელ ყოფაშიც არის ჩვენი ტელემაყურებელი და ჩვენი მოსახლეობა ამ ჯოჯოხეთზეა დამოკიდებული სამწუხაროდ და არა იმ კარგზე, რადგან გქონდათ თქვენს გადაცემის პირველ ნაწილში საუბარი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო იმაზე, რაც დღეს მოხდა, დაიჭირეს კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი, დაიწყო კიდევ ახალი ეგრეთ წოდებული კარუსელი თუ ვითომ სიახლეები ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. ალბათ ვერ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი რომ რეჟიმი ჭამს საკუთარ შვილებს, საკუთარი ნამოქმედარის გამო და რაც ხდება, ნუ გაიშვერს ნურც დაპატიმრებული და ნურც დასაპატიმრებელი თიც სხვაგან და სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ როცა ხდები ისეთი ხელისუფლების ნაწილი და ისეთი რეჟიმის ნაწილი, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ყველაფერს უნდა ელოდო. ყველაფერს უნდა ელოდო განვლილი წლების განმავლობაში, არაერთხელ დადასტურდა ეს ყველაფერი და ეს პროცესი გრძელდება და რაც უფრო საამთავრობო და სახელისუფლებო ზოგადად პოლიტიკური კრიზისი მწვავდება, მით უფრო მძაფრდება ეს ჭამის პროცესი საკუთარი შვილებისა. ესეა როგორც ასეთი და ამაში არც პირადად ჩემთვის არც გასაკვირია, არც მოულოდნელია და ერთსაც ვიტყვი, რომ ნურც ნურავისთვის ნუ იქნება საწყენი, იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს დაპატიმრებულმაც, დასაპატიმრებელმაც ხელი მოაწერა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მოაწერა, შემდეგ იმოქმედა ისე, როგორც თვითონ ჩათვალა საჭირო და მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა მისგან, ვინც ის აქ მოიყვანა. წერტილი. ამის იქით მე ვეღარ წავალ, მით უმეტეს დღეს უკვე პატიმარ მრავალშვილიან ადამიანზე, რაც არ უნდა მიუძღოდეს მას ბრალად. ადამიანი როცა 4 კედელშია გამოკეტილი, უკვე ახლა ნიშნის მოგებით მასთან საუბარი არ არის უბრალოდ მორალურად გამართლებული. ნიშნის მოგებაზე მესმის, რასაც ამბობთ, უბრალოდ ანუ რაზე მეტყველებს ეს საკუთარი პრემიერების და მინისტრების დაჭერა, ამას ეხებოდა ჩემი კითხვა. სამთავრობო ცვლილებები, თქვენ ახსენეთ წეღან, როცა ჯუანშერ ბურჭულაძეზე დაგისვით კითხვა, პასუხში კრიზისი. ეს სამთავრობო ცვლილებები რაზე მიანიშნებს, ბატონო მამუკა და აი თავისთავად ის გადაადგილებები ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით თქვენ როგორ ახსენებთ? მესმის. მე შემთხვევით არ მიხსენებია სიტყვა კრიზისი, იმიტომ რომ აი ეს ფონი, ეს სურათი, ახლა რასაც უყურებთ, ეს ილუსტრაცია, რომელიც გუშინ წინ ჩვენ დავინახეთ, სადაც დგას კობახიძე, გვერდით თუ დგას მდინარაძე და კიდევ ორი, ერთი უკვე მინისტრი და მომავალი უშიშროების თუ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი ილუსტრაცია იმ ილუსტრაციისათვის, რომელიც მე ამ ბრიფინგზე დავინახე. კერძოდ ეს არის მდგომარეობა, რომელიც ცხადყოფს იმ ილუსტრაციას, რაც დღევანდელი ხელისუფლების შიგ თავშია, რომ აბსოლუტურად გაძარცული მდგომარეობა პოლიტიკისგან და პოლიტიკური აზრისგან და პოლიტიკოსისგან და მთავარი სასრული ამ ბრიფინგის იყო ის, რომ მდინარაძე უბრუნდება პოლიტიკას. ანუ ეძებეს და სრულიად გაძარცული პოლიტიკოსებისაგან დღევანდელ ხელისუფლებაში იპოვნეს სუსში წასული მდინარაძე, რომელიც ისევ დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში, როგორც და თუ დღევანდელ მდგომარეობას
ივანიშვილი იქნება, კობახიძე იქნება თუ სხვა იქნება, აფუძნებენ იმაზე, რომ ეხლა პოლიტიკოსმა მდინარაძემ უნდა გადაარჩინოს ეს კრიზისული მდგომარეობა, რაშიც იმყოფება და მუდმივ როქებშია და გადაადგილებებშია ხელისუფლება, თუ ამაზე არის დაშენებული, ეხლა მათი იმედი ეს ისეთივე მყიფე იქნება, როგორც აქამდე მომხდარა ამ ხელისუფლების პირობებში და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ნათლად ჩანს ყველაფერი. რაც შეეხება შიგ თავს, მე საერთოდ ცოტა მეზედმეტება ამ შიგ თავში შესვლა, იმიტომ რომ, თავად განსაჯეთ, სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტი გაჩნდა 14 წლის თავზე, 14 წლის თავზე. სახელმწიფო მინისტრის ინსტიტუტი გაჩნდა, ანუ ვიცე-პრემიერის სახელმწიფო მინისტრი კურაციას გაუწევს ძალოვან სტრუქტურებს. ეს რას ნიშნავს? კობახიძეს ართმევენ ძალაუფლებას, უყოფენ ძალაუფლებას, თუ აი რას ნიშნავს, თუ ეს იყო უბრალოდ დამამშვიდებელი პრიზი მამუკა მდინარაძის? მე მგონია, რომ ეს არის საკმაოდ ისეთი ფუჭი და უნიჭო მცდელობა ვითომ სიახლის შეთავაზებისა, ჩემი აზრით, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, ვითომ გადარჩენა მდინარაძისა, რომელიც გვერდზე გაწიეს და ფაქტიურად ეხლა რაღაც დააჯილდოვეს, ამას ყველაფერს თან ახლავს ინგა ერთი ანეკდოტური დონის რამ, რომელიც უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში ვითარდებოდა. გუშინ ალბათ, გაქვთ ინფორმაცია თუ არ გიცქერიათ და თუ არ მოგისმენიათ, როცა ბატონმა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე ასე იყო მოფიქრებულიო, რომ ის უნდა მოსულიყო დროებით, რაღაც 8 თვე უნდა გაჩერებულიყო, იმიტომ რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და გუნდმა თხოვა და შემდეგ ისე უნდა დაბრუნებულიყო აქტიურ პოლიტიკაში. ჯერ თავისთავად ამის განცხადება მგონია ცოტა შეურაცხყოფელი საკუთარი თავისთვისაც, თუმცა ამას აცხადა. ახსნა ოხანაშვილი იყო მის წინ და მას რა დააშალა ასეთ ოხანაშვილი? რა მოხდა ამ 8 თვეში, ეხლა რა გაუმჯობესდა, რა უწამლა ისეთი მდინარაძემ ეხლა ამ სისტემას ზოგადად პოლიტიკურს და კონკრეტულად უსაფრთხოების სამსახურს, რომ ამოწურა მან უკვე თავის ფუნქცია და ეხლა ბრუნდება პოლიტიკაში ისევ. და ასევე ოხანაშვილმა მას რა დააშავა ისეთი, რომ სასწრაფოდ მოსახსნელი გახდა და აი მდინარაძემ თავი გაწირა. არა, მანაც დააშავა და ამანაც დააშავა, მაგრამ თავარი ის არის, რომ თავიდანვე ასე იყო მოფიქრებული. დაუშვათ და დავიჯერეთ. ეხლა ვეცადე ძალიან და თქვენს დაგაჯერეთ და ყურებელიც რომ უიეს ყველაფერი ვითომ სიმართლეა. ერთ კომპონენტს შევხედოთ ეხლა ერთად ინგა. 8 თვის წინ მოდის პოლიტიკაში პარლამენტში მყოფი ერთ-ერთი სახე და ლიდერი ქართული დღევანდელი ხელისუფლებისა, უთხრეს თხოვეს და ავალეს ასე შემდეგ, რომ 8 თვით წადი და მერე დაგაბრუნებო და ერთი ვერაფერი ვერ შეიცვალა ეს ერთი, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ციკლი ხდება 8 თვის განმავლობაში. ლეიტენანტი მდინარაძე გენერალ მდინარაძე იქცა 8 თვეში. შეყაი ადამიანო, თუ იცი რომ დროებით მოდიხარ, თუ იცი რომ ისევ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდე, რა სიხარბეა ის მომენტი, რომ რაღაც დაგიმძიმდეს პაგონები გენერლის ჩინით, როცა ლეიტენანტის ჩინით არ იყავი ნორმალურად. აი, რას ნიშნავს ეხლა ეს? რა უნდა დავარქვა ელემენტარულად ამას? სიხარბე არ ქვია ამას სიხარბე. დიდი ბოდიშის მოხდით, გოიმობა, არც გოიმობა არ ქვია. აი, რაღაც უაზრობა ქვია ელემენტარულად, უაზრობა, რომ აი ბავშვს რო კამპეთს ჩაუდებენ პირში და გაჩუმდე არიტირო, აგერ გენერალი ხარ და ეხლა ამით ხო არ ეშველება შექმნილ მდგომარეობას. მე წეღან ვთქვი, რომ ოცნებაზე, მართლა ქართულ ოცნებაზე, ტურაშვილმა ისაუბრა წეღან. ისაუბრა რუსთაველზე, ისაუბრა ილია ჭავჭავაძეზე, რაფიელ ერისთავზე, გრიგოლ ორბელიანზე და მე ვსაუბრობ ეხლა ჯოჯოხეთზე, რა მდგომარეობაშიც არის დღევანდელი ქვეყანა და აი ამ ტიპის რაღაცნაირი ტრიკებით, უნიჭო ფოკუსებით, რაღაცა მცდელობებით, ვითომ როქებით, რაღაც შესაკრებთა გადანაცვლებით, ვითომ ჯამის შეცვლის უნიჭო მცდელობით, გვინდა რომ ეს კრიზისი, რაშიდაც დღეს იმყოფება ქართული სახელმწიფო, გამოვიდეს მდგომარეობიდან. ერთი კომპონენტი კიდევ აი ამ ბრიფინგისა, რომელიც ჩემთვის ილუსტრაცია დავარქვი მე ჩემთვის ამ მომენტს რა. უყურეთ, მდინარაძე გახდება თან ვიცე-პრემიერი, ხო? ასე იქნება და ერთი ვიცე-პრემიერი ყავს, მეორე ეს დაემატება და გუშინ დაემატა კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი ქალბატონი ბოჭორიშვილის სახით.
2018 წლის მერე საერთოდ ვიცე-პრემიერი რას ნიშნავს, ხო? ყავს ბევრი მინისტრები და რამოდენიმე მინისტრს ვიცე-პრემიერს არქმევ ის იმ დარგისას, რომელიც ჩვენთვის არის პრიორიტეტული. პრიორიტეტული რაც არის, ის აკყავს ვიცე-პრემიერის რანგში. დღეს ვიცე-პრემიერის რანგში ყავს თავდაცვის მინისტრი, ერთი პაგონი. ახლა მეორე ვიცე-პრემიერი ხდება სუსისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაცია კურატორი მომენტი, ანუ მდინარაძე და 2018 წლის მერე საგარეო საქმეთა მინისტრი არ ყოფილა ვიცე-პრემიერის რანგში აყვანილი და ეს არის ის იძულებითი ნაბიჯი, რომ ამ ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკა აქცია მეორე, მესამე, მეხუთე ხარისხოვნად და ეხლა ამით უნდათ ვინმეს მოაჩვენონ, რომ მაკა ბოჭორიშვილი თავისი სამინისტროთი პრიორიტეტული გახდა ამ ხელისუფლებისათვის. პაპუნა ჯანელიძის მერე, ანუ კვირიკაშვილის დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მერე, ვიცე-პრემიერის რანგში არ აყვანილა საგარეო საქმეთა მინისტრი. ესეც ხო ფარსია. ხო, ის როგორც კობახიძის უახლოესი მეგობარი. ერთ საინტერესო დეტალსაც მივაქცევდი მე ამ გადაადგილებებზე, როდესაც საუბრობთ ყურადღებას ბატონო მამუკა, აი მაგალითად აჭარის მეთაურად მეორეჯერ დააბრუნეს, ანუ ერთხელ უკვე იყო და ეხლა დააბრუნეს აზერბაიჯანში ჩვენი ელჩი ბატონი ზურაბ პატარაძე. რომელიც თუ არ ვცდები 2018 წლიდან იყო ელჩი. თუ არ ვცდები, დაახლოებით ესე. კი ბატონო. მე გამიჩნდა ასეთი კითხვა, როდესაც ის იყო ელჩი აზერბაიჯანში და ერთხელ მაინც თუ აქვს დაყენებული აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ის საკითხი, რაზე წლების განმავლობაში დაუსრულებელი და ისტერიული კამპანია გარეჯირო საქართველოა? ოცნებამ. დიახ, გარეჯირო საქართველო. ამაზე ვსაუბრობ. ხო, ესეც როგორი საინტერესოა მაყურებელმა რომ იცოდეს, ყავდა ელჩი აზერბაიჯანში, რომელიც ეხლა დაინიშნა აჭარის მეთაურად მეორეჯერ. ეს კაცი წლების განმავლობაში იყო ბაქოში და ალიევთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. აი მე მინდა რომ განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებმა დაუსვა თქვენს თავს კითხვა, როდესმე თუნდაც ელჩის დონეზე მაინც თუ დაუყენებიათ ეს საკითხი. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ალიევთან და მის ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ენგა ასეთი რამ არ დასმულა, თორე ეკითხვა თუ უნდა დაესვა ვინმეს რომ გარეჯი საქართველოა თუ არ არის საქართველო საზღვარი გადის თუ არ გადის და ასე შემდეგ, ეს პირველ რიგში ელჩის ფუნქცია და მოვალეობა იყო როგორც ასეთი, მაგრამ ეს ხომ ვიცი ჩვენ რისთვისაც ეს იყო ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის სლოგანი. გარეჯი საქართველოა, რაღაც უსამშობლოები, მერე კიდე ქალი-ქალია, კაცი-კაცია. ესე იგი, გუშინ მდინარაძე აცხადებს, რომ კაცებს არსად არ ათხოვებენ, არავინ არ ათხოვებს. ეს 3 წელია მაგაზე ლაპარაკობენ ელემენტარულად, რომ ეს არის ევროპა, თურმე რომ კაცი-კაცია, ქალი-ქალია, deep state და რაღაცა. და დღეს უბრალოდ გუშინ უკვე ვიცე-პრემიერად გამზადებული გენერალი მდინარაძე გვიცხადებს, რომ არაფერი არ არის მან საშიში და არავის არ ათხოვებენ და ასე შემდეგ. მე უბრალოდ ეხლა თქვენ რომ მაგას გადასარევად ხვდებით და შეიძლება უკეთესათაც ხვდებით, ეს გასაგებია, მაგრამ მე ეჭვმეპარება, რომ აი ჩვეულებრივი საკუთარ პრობლემებში, რომ იტყვიან ჩახარშული და თამშვალი რიგითი ქართველი ვერ ხვდებოდეს ამ იაფასიან ტრიუკებს, იმიტომ რომ არ მგონია, რომ ეს ყველაფერი, აი ეს სცენები და ეს ფარსი ძნელად მისახვედრი იყოს მათთვის. რატომ ხდება ეს ყველაფერი და ძალიან ეჭვმეპარება იმაში, რომ ამ ტიპის პრიმიტიული მოქმედებებით რაღაც ახალი სუნთქვა შეიძინოს ქართულმა ოცნებამ. მე ხა ერთ რამეს ვიტყვი, ოღონ ამას ვერ ვიტყვი ძალიან ისე კაფიო დარწმუნებით, თუმცა ჩემთვის საკმაოდ დასარწმუნებელი და დამარწმუნებელია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ის სცენა, რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ, იმის წინსწრების სცენები, მათ შორის ის დაპატიმრება, რომელიც დღეს ვნახეთ, მათ შორის კიდევ ამას წინათ ერთი ახალგაზრდის ბატონ ივანიშვილის უმცროს ვაჟს გულისხმობ, მისი ასე ვთქვათ გამოსვლაც, რომ არ არის კარგი, როცა ახალგაზრდებს აპატიმრებენ და აკაც უკი აქ არავინ არ არის და ასე შემდეგ. მე რატომღაც მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთად აღებული გვაახლოვებს რიგარეში არჩევნებს. ფიქრობთ მოლოდინი გახსნით? კი, აი ვრისკავ, მე ვამბობ პიროვნულად ამას, რომ ამ ყველაფერმა მე
დამანახა რომ გარანტირებულად არა, მაგრამ ახლოვდება ასეთი. იმიტომ რომ ამას ბევრი არგუმენტი აქვს, კინგა. ჯერ ეს ერთი 101 წევრიანი პარლამენტი, რომელიც არის კოჭლი პარლამენტი და ბოლომდე თავისუფლება მოსილებას ვერ აღასრულებს. მარტო ის რომ მოინდომოს დღევანდელმა პარლამენტმა სულ რო ერთსულოვანი იყოს და კონსტიტუციაში ცვლილებას შეტანა მოუნდეს, უბრალოდ ვერ აკეთებს ეს ერთი. ამიტომ ლეგიტიმაციის საკითხი კოჭლი პარლამენტით დგას. ლეგიტიმაციის საკითხი საგარეო პოლიტიკაში დგას იმ არჩევნების გამო, უნდობლობის გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სავსე ციხეების გამო ეს პრობლემა თავისთავად დგას. დგას კიდევ ბევრი რამის გამო, როგორც ასეთი და დგას იმის გამო, რომ შედეგი, რომელიც ბოიკოტით დამახინჯებულ ადგილობრივ არჩევნებზე დადო რიცხვებში, არა ხმებში, არამედ პროცენტებში, ქართულმა ოცნებამ, ეს არის პიკი და ამის შემდეგ იწყება დაღმართი. მოსწრებაზეც არის ეს ყველაფერი, ამიტომ მე მინდა უბრალოდ ჩემი აზრით, ის მოეწონება, ვის არ მოეწონება, ტელემაყურებელი ერთ რამეზე ჩავაფიქრო თუ რაღაცნაირი ყურადღება მივაქცევინო. გადმომედო ახლა ტურაშვილის ლიტერატურული მომენტი და ჭაბუა ამერეჯიბს აქვს ნათქვამი, როგორც დანაბარები ადამიანისადმი. იფიქრეთ, ადამიანი ფიქრისთვის გაუჩენია ღმერთს. რა ხდება ჩვენს თავს? იმიტომ რომ მარტო იმაზე აქცენტი რომ მივალ სადღაც რაღაცა შავაგდებ იმ იმედით თუ იმ რაღაც ვირტუალური მოსაზრებებით რომ მე ხვალ უკეთესად ვიცხოვრებ, არა, ამას თუ ფიქრი არ დააყოლე, სად მიდიხარ? რა არჩევანს აკეთებ? რატომ აკეთებ? რა მოგცა 14 წელმა და მომავალ 4-ში კიდევ რას ელოდები? ასეცო, მე ნუ იქნება ასე თქვა გულის წყვეტა, რომ უკვე მე რამდენად მოგვატყუეს, კიდე მოგვატყუეს და ასე. მეტი რა უნდა მოხდეს, რომ მიხვდე ის რეალობა, რაშიც გიწევს ყოფნა როგორც ასეთი. ხო, 14 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ ცხოვრება ძვირია, 14 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ ფასები ძვირია, რომ ხალხს უჭირს, რომ 14 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ თურმე მათი მინისტრები საპარლამენტო კომისიის მეშვეობით უნდათ ფასების რეგულაცია, საახალწლოდ კვერცხის გაიაფება უნდათ და 2 თვის თავზე ელექტროენერგია გააძვირეს. ელექტროენერგიის გაძვირება დაწყებული პურიდან ყველაფრის გაძვირებას რომ იწვევს, ხომ ფაქტია ეს ყველაფერი. ამიტომ თუ ამას ელემენტარულად თან არ არის სისტემა რთული. ეს რომ იყოს რა რაღაც განსაკუთრებული ცოდნა ჭირდება და განსაკუთრებული ანალიზი ჭირდება, ნუ ვიტყოდი რომ ყველას არ მოსდევს ეს უნარები. ეს ხო უბრალო და პრიმიტიული საკითხია, ხო? რეალურად. ერთი აქცენტი მინდა კიდევ რომ გავაკეთო დღევანდელ ეთერში ვისარგებლო რა აქ ყოფნით. ინგა დააკვირდით ერთ მომენტს. შეიძლება ცოტა სხვა თემასავით არის, მაგრამ ხლა სოფლიოში რა პროცესები ხდება ვხედავთ, ხო? სამხრეთით ომი, ჩრდილოეთით ომი, თუმცა ჩვენ სამეზობლოში დასრულდა 30 წლიანი ომი. ხო, ესეც ხო ფაქტია, როგორც ასეთი და თითქოს ორი სახელმწიფო, ორი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც აგერ 30 წელია ომობდა, ხელს ართმევს ერთმანეთს, კი ბატონო, აზერბაიჯანის სომხეთის ომს გულისხმობ, სრულდება ეს ომი, არა თუ უბრალოდ სრულდება. იქმნება მეგაპროექტი, ევროპა-აზიის გზა, როგორც ასეთი და ხდება ამ ორი მოთამაშის, ამ ორი მტრის, ყოფილი მტრის და დღეს უკვე პარტნიორის ერთად ჩართულობით. და ამ ორმა ქვეყანამ ევროპა-აზიის ამ პროექტს, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის პროექტს, დაარქვა ტრამპის გზა. ანუ მნიშვნელობა სახელწოდებაში ჩადო, რატომ კეთდება, ვისთან კეთდება და ლობი სად არის. როცა ჩვენ ანაკლიის სპორტს, რომელიც ამ გზის კარიბჭე უნდა იყოს აზიიდან ევროპისკენ თუ ევროპიდან აზიისკენ, ლელომ თქვა რომ იმ აეროპორტს უწოდოთ, იმ პორტს უწოდოთ ტრამპის სახელიო, აქ გვინდოდა ეს მნიშვნელობა დაგვენახებინა, რომ ვინ უნდა იყოს აქ დომინანტი მოცემულობა, რომელიც კავკასიაში კი არა, მსოფლიო დომინანტია. ანუ სომხეთი და აზერბაიჯანი ევროპა-აზიის გზას არქმევს ტრამპის სახელს. ჩვენ გვაქვს მოკრძალებული ინიციატივა, რომ ამ ევროპა-აზიის გზის კარიბჭეს, ანუ ანაკლიის პორტს ეწოდოს ტრამპის სახელი.
და ოცნებამ ტრამპის სახელი დაახურდავა იპოდრომის კორპუსით. ხო ეს იპოდრომის კორპუსით. აი ხლა მე მინდა ტელემაყურებელს მივმართო. თუ მაინდა-მაინც განსხვავება გინდათ დაინახოთ, განსხვავება ეს არის ჩვენსა და მათ შორის, რომ მათ კორპუსში განასახიერეს თუ განასხეულეს ამერიკა და მისი პრეზიდენტი, ჩვენ ეს ევროპა აზიის გზასა და კარიბჭეში დავინახეთ როგორც ბატონო, მამუკა, ერთი კითხვაც მინდა დაგიშვათ, აი ხა თქვენ შეეხეთ ანაკლიის თემას და დღეს ირაკლი კობახიძე გამოვიდა და მედიასთან კომენტარს რომ აკეთებდა, მან თქვა რომ ანაკლიის სპორტთან დაკავშირებითო იქნება სიახლეებიო და ეკონომიკის მინისტრის მარიამ მქრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე საუბრობდა და ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით თქვა ეს და მან თქვა რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობსო მოკლედ შეთანხმების არეალის გაფართოებას და ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოში ვაჭრობის განვითარებას და რაც შეეხება ანაკლია შესაძლოა ანაკლიის თემაც შედიოდეს მოკლედ ამ მოლაპარაკებებში რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ანუ აი ზუსტად ვიტყვი ჩინეთში ვიზიტსა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებზე როცა საუბრობდა ირაკლი კობახიძე მან ასევე ანაკლიის სპორტზეც გააკეთა კომენტარი ამ კონტექსტში ლელოს წარმომადგენელმა თაზომ დათუნაშვილმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა მაგრამ ალბათ ყველა არიცნობს ამ კომენტარს ჩვენ ერთნიშნულოვნად ამ ეგრეთ წოდებულ კომენტარს ვეძახით მორიგს და ვუწოდეთ მორიგი ფარსი მორიგი ტყუილი ელემენტარულად რაც შეეხება ჩინეთის ინტერესს ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით ყველამ უკვე კარგად ვიცით რაც არის ნათელი რო აქ არის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე საუბარი რომელიც მათ უნდა ეკუთვნოდეს და არა საქართველოს ერთი და მეორე რისკები თუ ამ პორტმა ვერ იმუშავა ანუ ტვირთების საკმარისი რაოდენობით ვერ მიიღო პასუხისმგებლობა უნდა ანაზღაუროს საქართველოს სახელმწიფომ როგორც სახელმწიფო. ეხლა თქვენ თავად განსაჯეთ. რა ინტერესები ჩნდებოდა წინა პროექტის დროს ანაკლიაში, რა კომპანიების ფული ჩნდებოდა, როგორც ევროპული, ასევე ამერიკული. არანაირად იქ არ იყო საუბარი თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე, რომელიც ჩინეთის კუთვნილება იქნებოდა და არანაირად არაფერ შუაში არ იყოს, როგორც არ იყო საქართველოს სახელმწიფო, როგორც დამზღვევი თუ ტვირთების ნაკლებობა იქნებოდა. ეს არის ჩინური ხედვა, როგორც ასეთი, რომელიც არის ჯერ კიდევ ფიქრის ქვეშ, ხოლო რაც შეეხება ახლა ქალბატონი ქრივიშვილის ვიზიტს ჩინეთში რომ ამით არის განპირობებული, უკაცრავად და 8 წელი რა ხდებოდა, კაი 14-ზე არ ვილაპარაკებ. 8 წელი ამ მიმართულებით რა გააკეთა, როცა 20-20-ში პირველი გემი უნდა შემოსულიყო პორტში. 20-20-ში, 20-26-ია და ეხლა ხდება ამ რაღაც სიახლეების მოძიება ამ ხელისუფლების მიერ. მოკლედ და გასაგებად თუ ამბობ, ტყუილია, ფარსია, მორიგი, ტრიკია, როგორც ესეთი, რომელსაც უკვე ბავშვიც ხდება ამ ქვეყანაში და თუ ვერ ხდება დიდი, ნუ თავის თავს დააბრალოს და თავის უნარებს. დიდი მადლობა და მოლოდინი გაქვთ რომ ეს სამთავრობო ცვლილებების შესაძლოა ირაკლი კობახიძის გაშვებით დასრულდეს ეს ჩემი ბოლო კითხვა. პირდაპირ გეტყვით, ყველაფრის მოლოდინი მაქვს იდეაში, მაგრამ მაინდა-მაინც სწრაფ რეჟიმში მე ამას არ ველოდები. პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ სანამ ადამიანში, ანუ სანამ ლიმონში არის წვენი, მანამდე მისი გამოწურვა შეიძლება. შეიძლება მასში დიდი წვენი აღარ დარჩა და დიდი ასე თქვათ სიკეთის გამოღება არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე არ მგონია რომ ესე დომინოს პრინციპით მალევე მიყვეს ეს ყველაფერი ერთმანეთს. თუმცა რიგში დგას ერთმნიშვნელოვნად. რაც შეეხება იმას, გამიკვირდება? არაფერი არ გამიკვირდება, აბსოლუტურად, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ქვეყანა ჩამოყალიბდა და მისი ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა ჩამოყალიბდა როგორც ერთი ადამიანის ხელისუფლებად და ეხლა ვერ ვარ მე ვერც ექსტრასენსი და ვერც გულთმისანი ისეთი რომ ხვალდილით ხასიათზე გაიღვიძებს ერთი რამ ნამდვილად ვიცი რომ არც მათში და არც კიდე ფართო წრეში მისი შემწინააღმდეგებელი ნატამალი არ ჩანს ელემენტარულად, თორე აგერ არის ღარიბაშვილი, აგერ არის ლილუაშვილი, უკვე აგერ არის ბურჭულაძე და ჩადგნენ რიგში, როგორც ესეთი. ამას თუ გააკეთებს, ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა და ტელემაყურებელმა, რომელიც ახლა შეიძლება ისევ ვიმეორებ, უკმაყოფილოა ამ თემატიკით, იმ თემატიკიდან გამომდინარე, რასაც 1 საათის წინ ამ ეთერში საუბრობდნენ, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა.
ამ რეალობიდან მოდის თითეული ქართველის ყოფა. ის ყოფა, რომელშიც ის იმყოფება თავის ფასებით, თავის სოციალური მდგომარეობით, თავის დაცლილი სოფლებით და ქალაქებით, თავის 23,000 სკოლიდან გამოყვანილი ბავშვით და უცხოეთში წაყვანილი გადახვეწილი ოჯახებით. აქედან მოდის ეს ყველაფერი. ამიტომ იფიქრეთ, ადამიანი ფიქრისთვის გაუჩენია ღმერთს. მამუკა, დიდი